სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა ხუთშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინის თინეიჯერი ქალიშვილის ჩრდილოეთ კორეის მომდევნო ლიდერად ოფიციალურად დასახელება ახლოსა. ეს ინფორმაცია კი მაშინ ვრცელდება, როდესაც ჩრდილოეთ კორეა ემზადება პოლიტიკური კონფერენციის ჩატარებისთვის, სადაც კიმ ჩენ ინი სავარაუდოდ მომდევნო 5 წლის მთავარ პოლიტიკურ მიზნებს წარადგენს. დახურულ ბრიფინგზე სამხრეთ კორეული დაზვერვის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან, გამოჩნდება თუ არა კიმის ქალიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ კიმ ჩუ აეჰქვია და დაახლოებით 13 წლისაა მამასთან ერთად ათასობით დელეგატის წინაშე მუშათა პარტიის მომავალ ყრილობაზე. ამის შესახებ შეხვედრის მონაწილე დეპუტატმა 리 송 გვონმა განაცხადა. ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით კიმ ჩუ აე მემკვიდრედ დანიშვნის ეტაპზე გადავიდა. მათი შეფასება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა, მათ შორის მისი ცნობადობის ზრდას, ისეთი საჯარო გამოჩენების ფონზე, როგორიც ბოლო დროს საჰაერო ძალების წლისთავის აღნიშვნის ღონისძიებაზე დასწრება და უმსუსანის მზის სასახლის მონახულება იყო. ასევე ნიშნებს იმის თაობაზე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ზონებთან დაკავშირებით იგი საკუთარ მოსაზრებასაც გამოხატავს. დაზვერვის კომიტეტის წევრის რანგში დღეს მოვისმინა შეფასება, რომელიც ერთი ნაბიჯით წინაა იმ კონცეფციასთან შედარებით, რომელსაც დაზვერვის სამსახური ადრე იყენებდა. წარსულში ისინი ამბობდნენ, რომ კიმ ჩუ აე მემკვიდრეობისთვის მომზადებას გადიოდა, მაგრამ დღეს მათ ამგვარი ფორმულირება გამოიყენეს. ჩრდილოეთი კორეა მის მემკვიდრედ დანიშვნის პროცესშია. კიმ ჩუ აე საჯაროდ პირველად 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა. მას შემდეგ იგი მამას სულ უფრო ხშირად ახლავს თან სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის სამხედრო აღლუმებსა და ქარხნების გახსნაზე. გასული წლის სექტემბერში იგი კიმ ჩენ ინთან ერთად პეკინშიც გაემგზავრა. მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ საუბარი გასულ თვეში გაძლიერდა. ახალი წლის დღეს იგი მშობლებთან ერთად ფხენიანში, კუმსუსანის მზის სასახლეს ეწვია. ზოგიერთმა ექსპერტმა ეს ვიზიტი ყველაზე მკაფიო ნიშნად მიიჩნია იმისთვის, რომ იგი 42 წლის მამის მემკვიდრედ განიხილება.